მალე ბათუმის სპორტი მსოფლიოს მსხვილ საკრუიზო ქსელში ჩაერთვება. შესაბამისი ხელშეკრულება ამერიკულ საკრუიზო ბრენდ როიალ კარიბიენთან დღეს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს. პროექტი პორტის ინფრასტრუქტურისა და სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს. თემას პირდაპირ ეთერში ნათია შავაძე განაგრძობს. ნათია, რას ითვალისწინებს მემორანდუმი და რა პროცესები უწევდა მის გაფორმებას წინ? ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას წინ უსწრებდა აჭარის მთავრობისა და საკრუიზო ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მაიამიში გაიმართა და როიალ კარიბიენის ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენლის ვიზიტი ბათუმში სწორედ აღნიშნული მოლაპარაკებების საპასუხო ვიზიტია და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქალაქის რეალური პოტენციალის გაცნობის შემდეგ მოხდა სწორედ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა, დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ უკვე დაიწყება უშუალოდ ბათუმის სპორტის განვითარების პროექტის გეგმის შემუშავება, ხოლო პროექტის შემუშავების შემდეგ უკვე მისი განხორციელება დაიწყება. თანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტის ქვეშ დასმული ორმხრივი ხელმოწერა ბათუმის სპორტის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი უნდა გახდეს. მემორანდუმი ბათუმის როგორც მსხვილი საკრუიზო პორტის განვითარების პროექტის საფუძველია. ქართულმა მხარემ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან, როიალ კარიბიენთან თანამშრომლობის საფუძველზე პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც ბათუმი მსხვილი საკრუიზო გემების მარშრუტში აღმოჩნდება. შევთანხმდით, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობას, თუ როგორ მოვიზიდოთ, როგორ გავხადოთ ბათუმი მიმზიდველი საკრუიზო გემებისთვის. ამისთვის მართლა ერთ დღეს ყველაფერი არ გაკეთდება, ამისთვის არის დასაწყისი მუშაობა და ეს პირველი დღეა და საწყისი პერიოდია, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს ყველაფერი. ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დასაგემი ახალი პორტი, ახალი საკრუიზო გემების პორტი, იმიტომ რომ უნდა აკმაყოფილებდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არის დღევანდელ დღეს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დიზაინის შემდეგ, ან და პროექტების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, თუ როგორ მოვიზიდოთ დანარჩენი გემები. I'm happy to be a guest of the chairman. We've been exploring and ფიქრობ ბათუმს საინტერესო და მიმზიდველი პოტენციალი აქვს სამომავლოდ საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე ბათუმის პორტს მცირე ზომის საკრუიზო გემების მიღების შესაძლებლობა აქვს. როიალ კარიბიანი კი, რომელიც ბრენდ საკრუიზო კომპანიებს წარმოადგენს, დიდი გემებით ახორციელებს კრუიზებს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ის არის, რომ დაიგეგმოს ერთობლივი პროექტი, რომლის შედეგადაც ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურა მზად იქნება მსხვილი საკრუიზო გემების მისაღებად. ინფრასტრუქტურის გარდა ვიმუშავებთ პრომოუშენისა და მარკეტინგის მიმართულებით, რათა ბათუმი წარმოადგინოს როგორც მიმზიდველი ადგილი საკრუიზო ტურიზმისთვის. სამუშაო რამდენიმე წელზეა გაწერილი, თუმცა დღევანდელი და რამდენიმე თვის წინ მაიამიში ჩვენი შეხვედრა საფუძველია იმ სასარგებლო თანამშრომლობის, რომლის მიზანსაც ბათუმის სპორტის განვითარება წარმოადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ ამ პორტში საკუთარ გემებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საკრუიზო ბიზნესში ჩართული უამრავი კომპანია შემოიყვანს. ბათუმის როგორც საკრუიზო ქალაქის ისტორია გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. საკრუიზო გემებს ქალაქში წლის განმავლობაში 200,000-მდე ტურისტი შემოჰყავდა. მიმართულება 80-იანი წლების ბოლოსთვის ნაკლებად აქტუალური გახდა და საკრუიზო ლაინერებმა ბათუმი საბჭოთა ეპოქასთან ერთად დატოვეს. ბოლო რამდენიმე წელია ტრადიცია აღდგა, თუმცა ქალაქი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ერთეულ საკრუიზო გემს იღებს, ისიც მცირე მოცულობისას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის სპორტის პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, საკრუიზო ხაზი რეგიონის ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებს შორის უკვე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ნავმისადგომი გაგვაჩნია ქალაქში, დღეს ის არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს უკვე თანამედროვე ტიპის ლაინერების შემოსვლაზე პორტებში. დღეს დაახლოებით 400 მეტრიანი გემებიც კი შედიან სხვადასხვა საკურორტო ქალაქებში. ამას რამოდენიმე ალბათ წელი დაჭირდება, მაგრამ ქალაქისათვის იქნება საკმაოდ წარმატებული პროექტი. იმიტომ რომ თუ დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ რეგიონში დაახლოებით მილიონამდე ტურისტი შემოდის, ამ თემის გააქტიურებით ალბათ ამ ციფრის 50%-ის ვიზიტორის შემოყვანა მხოლოდ შეუძლიათ საკრუიზო ლაინერებს. გარდა პორტის ინფრასტრუქტურისა, პროექტი ასევე გულისხმობს კიდების მომზადებას და ტურისტებისთვის მიმზიდველი მარშრუტების აგეგმვას, როგორც ქალაქის, ისე მისი ფარგლების გარეთ. ქართული მხარე როიალ კარიბიენთან თანამშრომლობის შედეგებს პროექტის დასრულებამდე გაცილებით ადრე, უკვე მიმდინარე წელსაც ელოდება. ეს არის ფაქტურად იმის წინაპირობა, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ობიექტებმა მიიღონ დამატებითი შემოსავლები, ბათუმი უფრო მეტმა უცხოელმა ტურისტმა გაიცნოს. ეს მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, საბოლოო შედეგს გამოიღებს 1-2 წლის შემდეგ, თუმცა მანამდე ის, რომ ჩვენ როიალ კარიბიანთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა,
დადებით საიმიჯო გავლენას მოახდენს სხვა საკრუიზო გემებზეც, რომლებიც უკვე წელს გეგმავენ შავ ზღვაზე კრუიზებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უკვე გაიზრდება კრუიზების რაოდენობა ბათუმში. როიალ კარიბიანის შავი ზღვის აუზის საპორტო ქალაქებით დაინტერესება ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო ხაზების გადატვირთვამ განაპირობა. ამიტომაც ამ ბაზრის ნომერ მეორე მოთამაშისთვის ალტერნატივა შავი ზღვა. 1968 წელს დაარსებული კომპანია როიალ კარიბიანი ამ დროისთვის 5 უმსხვილეს საკრუიზო ხაზს აერთიანებს. მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო ლაინერების ათეულში 7 გემი სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაა. ათეულს Oasis of the Seas ლიდერობს, რომლის სიგრძე 360 მეტრია და ერთდროულად 6000 ტურისტის გადაყვანა შეუძლია. არ არის გამორიცხული სულ მალე მისი ნახვა ბათუმის პორტშიც გახდა შესაძლებელი. როიალ კარიბიანის ინტერესები შავი ზღვის აუზში მხოლოდ ბათუმით არ მოიწურება, მის ინტერესებში ასევე მოექცა აუზის კიდევ რამდენიმე დიდი საპორტო ქალაქი და აღნიშნულ რაც შეეხება ქართულ პროექტს, მასში როიალ კარიბიანთან ერთად მის განხორციელებაში ასევე ჩაერთვება მისი პარტნიორი კომპანია Land Design, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით სერიოზული გამოცდილება აქვს და არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელებია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.